დიახ, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების მშობლები ახლა იმყოფებიან რეგიონებში, უფრო კონკრეტულად კი სამეგრელოში, სადაც ისინი ერთი მთავარი სათქმელით და გზავნილით არიან ჩასულები, რომ მათი შვილები არიან უდანაშაულოები და მათი თქმით სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. სწორედ ამიტომ იმყოფებიან ამ წუთებშიც ისინი სამეგრელოში და მეორე დღეა, რაც სხვადასხვა ქალაქში დადიან, პირადად ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ესაუბრებიან მათ შვილებზე, უყვებიან იმ სასამართლო პროცესების შესახებ მეტ ინფორმაციას, სადაც როგორც ისინი ამბობენ, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათი შვილების დანაშაულს დაამტკიცებდა ამ საქმეში და ასევე ურიგებენ გაზეთებს თავისუფლების ხმა ციხიდან. და ეს არის ის გაზეთი, სადაც სწორედ დაკავებულების, დაპატიმრებულების გზავნილები, სათქმელი და წერილებია ერთად თავმოყრილი და სწორედ ამას ურიგებენ რეგიონის მაცხოვრებლებსაც. საღამოს 7 საათზე ასევე სამეგრელოში ზუგდიდში არის დაგეგმილი აქცია და დედები სწორედ ამ აქციასაც შეუერთდებიან, თუმცა მანამდე ისინი მსვლელობას გამართავენ ქალაქის ცენტრში და ასევე როგორც გითხარით, დღესაც გააგრძელებენ გაზეთების დარიგებას ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. თბილისიდან პირდაპირ წამოვედით ჩვენი შვილების წერილები რო დავარიგოთ. გუშინ ვიყავით წალენჯიხაში, ჯვარში, დაბა ჯვარში, დღეს ისევ ჯვარზენში ვართ. ხალხის მოთხოვნით კიდე დავარიგეთ დღესაც ისევ, სადაც დიდი სითბო და სიყვარულით შლის ყველა გაზეთს და კითხულობენ თითეული პატიმრის სიტყვებს, გამოვხიზდეთ, გამოვცოცხლდეთ, მედგრად დავდგეთ და წინ წავიდეთ ჭეშმარიტი საქართველოსთვის. მე აღმოუჩნდი გუშინ სამეგრელოში, წამოვიღეთ პოლიტპატიმრის წერილები, რომელიც ციხიდან საზოგადოებას მიწერეს ბიჭებმა. და ეს დღე იყო არაჩვეულებრივი ჩემთვის. მე ასეთ სითბოს არ ველოდებოდი, თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მეგონა რომ იქნებოდა საზოგადოება ისეთიც, რომელიც ლანძღვას მოგვაყოლებდა. არ არსებობდა არც ერთი ადამიანი, ვისაც გულთან არ მოეტანა ჩვენი შვილების ამბავი, ჩვენი დედების ამბავი, ოჯახის წევრებისა. აუცილებლად გავაცნობთ სრულიად საქართველოს ჩვენი მარიონეტი ხელისუფლების საქციელს. პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლებმა ეს ერთგვარი აქცია პერფორმანსი გაზეთების დარიგებით დაიწყეს დედაქალაქში, თავდაპირველად მეტროებში არიგებდნენ, ახლა უკვე რეგიონებში იმყოფებიან. დღეს სამეგრელოა მათი გაჩერების ადგილი, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ასევე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც მივლენ და ასევე ყველას მიაწვდიან, როგორც ისინი ამბობენ, სინდისის პატიმრების მთავარ სათქმელს, რომელიც ერთად არის თავმოყრილი თავისუფლების ხმა ციხიდან ამ სახელწოდების გაზეთში. პირველების პირდაპირ ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.